ფოთის თეატრში საახალწლო სპექტაკლის საშობაო სიმღერა პრემიერა გაიმართა, რომელიც ჩარლზ დიკენსის ზღაპრის მიხედვით რეჟისორ მარიამ სიხარულიძეს მიერ დაიდგა. სპექტაკლის საშობაო სიმღერა მაყურებელს ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს. რეჟისორი მოგვითხრობს ამბავს, რომელიც თანამედროვე ეპოქაში ხდება. სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს ჩარლზ დიკენსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების საშობაო სიმღერა, რომელიც იდგმება უკვე მრავალი წელია სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა სცენაზე და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც აქ დაგვედგა, იმიტომ რომ ფოთის თეატრს აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ამ ხელა მასშტაბის ნაწარმოებს გაუმკლავდეს. ერთი თვე მიმდინარეობდა რეპეტიციები. დაგეგმილი არის დეკემბრის თვეში კიდევ 3 ჩვენება, იანვარში კიდევ 4 და მერე უკვე რეპერტუარშიც იქნება. ნაწარმოები არის ამბავი კაცზე, სპრუტზე, რომელიც არის ცხოვრებისგან გაბოროტებული, დაძუნწებული, არ სწამს შობის და მასთან მიდიან სტუმრად საშობაო სულები და დაუბრუნებენ მას იმ პირვანდელ სასწაულს, როგორც იყო. ის იყო ძალიან კეთილი, კარგი ადამიანი და შობის სასწაული ეს არის, რომ ის უბრუნდება სიკეთეს. ახალგაზრდა რეჟისორს მარიამ სიხარულიძეს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მათ შორის არის ტყიბულის თეატრში დადგმული უსამშობლო კაცი. ფოთის თეატრში სპექტაკლის საშობაო სიმღერა ჩვენება 28-29 დეკემბერს განმეორებით გაიმართება.